სოსო ჯოხაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბადრი ნათობაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა. სხდომა დღეს გაიმართება ნათობაძეს ბრალი სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის 119 მუხლი წაუყენეს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს. თავდასხმა 2 დღის წინ ვაკეში ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე მოხდა. ბადრი ნათობაძე სამართალდამცველებმა ცხელკვალზე აიყვანეს, დაკავებული ბრალს არ აღიარებს. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, რასაც ხადებს დაკავებულის ადვოკატი. ამის უკვე სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. სალომე, გისმენთ. დიახ, როგორც ჩვენ დღეს დაკავებულის ადვოკატმა განგვიცხადა, 2 საათში გაიმართება მშელობა სასამართლოში ნათობაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ. ამ შემთხვევაში ადვოკატის პოზიცია არის ასეთი, იგი აპირებს სასამართლოს შესთავაზოს გირაო, კონკრეტულად კი 5000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, დღეს ადვოკატი განმარტავს იმასაც, რომ ისინი ითხოვენ სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას, ვინაიდან დაკავების შემდგომ ბრალდებულს აღენიშნება დაზიანებების სხეულზე. რაც შეეხება კიდევ ერთ დეტალს, ამ შემთხვევაში ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული არ აღიარებს ბრალს და იგი სარგებლობს კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით. როგორც ჩვენ დღეს ადვოკატმა გაგვიმარტა მის დაცვის ქვეშ მყოფთან საუბრისას, ნათობაძე მას უთხრა, რომ გავრცელებულ ცნობილ ვიდეო კადრებშიც ის არ არის ასახული. მე შევხვდი გუშინ საღამოს სადღაც 9 საათისთვის დაკავებულს ბადრი ნათობაძეს. მან განმემართა, რომ დაკავების შემდგომ მიიღო გარკვეული სახის დაზიანებები. შემდგომში, რა თქმა უნდა, იურიდიულად მას უფლება აქვს, რომ მოითხოვოს აღნიშნულ დაზიანებებთან დაკავშირებით სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. ბრალდების ხარის პოზიციაა, რომ შევიდეს შუამდგომლობით მის მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ დავაყენებთ საპატიმრო გირაოს. დიახ, გირაოს სახით, როგორც გვეკითხარით, 5000 ლარის შეთავაზებას აპირებს სასამართლოსთვის დაცვის მხარე. სასამართლო პროცესი 6 საათისთვის არის ჩანიშნული. სალომე, მადლობა. ეს სალომე ქოქიაშვილი იყო.